მე თითოეულ სიტყვას აწონ-დაწონილად საუბრობ და ჩემს სტუმრებსაც ამას მოუწოდებ, იმიტომ რომ კარგად მოგიხსენებათ, რომ ტელევიზია, რომელსაც აქვს საკმაოდ მაღალი ყურებადობა, რეიტინგი, მას უყურებენ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ. მე არც პოლიტიკური თანამდებობის პირი ვარ, პარლამენტის წევრი არა ვარ, არც მინისტრი ვარ. შეიძლება აი აქ ნათქვამა სიტყვამ რაღაცნაირად შეიძლება ამან იმოქმედოს ძალიან ცუდად ქვეყანაზეც კი. და ამაში დავწმუნდი მე, როდესაც ძალიან ბევრჯერ მომიწია რუსეთში სტუმრობა და მე იქ შევხვდი სიმართლე რო გითხრათ, იმ ადამიანებს, რა თქმა უნდა, რუსეთში შევხვდებოდი, რა გასაკვირია, მაგრამ შევხვდი იმ ადამიანებს, რომლებიც სიმართლე რო გითხრათ, ჩვენ რაღაც ბევრი რამე დასალაგებელი გვაქვს, შესარიგებლები ვართ. აი მაგალითად ხონდა საუბარი ჩვენს ძმებთან, ოსებთან, ცხინვალიდან, რომლებიც საკმაოდ პოზიტიურად არის განწყობილი ჩვენი გადაცემის მიმართ, საქართველოს მიმართ გვიყურებენ და ჭრილობების მოშუშების რაღაც გარკვეული ეტაპი არის. აფხაზებს შევხვედრი ვარ გარკვეულ კონფერენციებზე, სიმართლე გითხრათ. ნუ მათთან ცოტა რთულია სიმართლე რო ვთქვათ საუბარი, იმიტომ რომ ოსებისგან განსხვავებით ცოტა სხვაგვარი პოზიციები აქვთ. და ამიტომ მე ჩემს გამოსვლებში რაღაც ტერმინოლოგიის ხმარებისგან თავ შევიკავებ, იმიტომ რომ როცა გინდა შენ რომ ადამიანს შეურიგდე, როცა შენ გინდა რომ მასთან ხიდები ააგო, აქ ამ შემთხვევაში არის საჭირო ცოტა მეტი დაფიქრება. ეხლა ზოგიერთ სტუმარს რომ ყავდა გადაცემაში რომ უთხარი ეს ეგო ეხლაო კაცო, იქ რო შეხვედრები რო იქნებაო, იქო სხვანაირად ვილაპარაკებთ. ეხლა ეგრე არ არის მეგობრებო რა. ეხლა აქ ილაპარაკო ერთი და იქ ილაპარაკო, როცა აქ გისმენენ შენ და მე ეხლა როცა ადამიანის მიმართ რაღაცები გაქვს ნათქვამი და მე იქ მაგიდაზე დაჯდები შესახვედ რაც დიალოგს გასამართავად, ეგ უკვე სხვანაირად მოქმედებს ეს ყველაფერი. აფხაზეთში აღდგა авиа მიმოსვლა. В Абхазии сегодня встретили особенный борт. Рейс Москва-Сухум первый более чем за 30 лет. Самолет приземлился в международном аэропорту, который восстанавливают благодаря российским инвестициям. Участвуют и наши специалисты. По традиции лайнер прошел под водяной аркой. На борту 21 пассажир, в их числе куратор строительства аэропорта, кандидат в президенты Абхазии Бадра Гунба. Реализация такого важного, главного инфраструктурного проекта для нашей страны завершается. Уверен в том, что география полетов в Россию будет расширяться. Уже с начала туристического сезона мы ждем регулярные рейсы в города России. სხვათა შორის ბევრმა დააკვირდა ამ ყველაფერს და აღმოაჩინა ის რომ მაგალითად რაც კოდის ქართული აი კოდი რო ენიჭება აი ამ ავია მიმოსვლას რაღაც საქართველოს კოდი აქვსო მინიჭებულიო მე სიმართლე გა თავს ვერ დავდებ ამაზე იმიტომ რომ ნუ აი ესეთ ინფორმაცია გავრცელდა ბილეთზე იყო სუხუმის ნაცვლად სოხუმი ანუ სუხუმს ეძახიან აფხაზები და ჩვენ ნუ ეხა დიდი არაფერი არ არის ჩვენთვის დამაიმედებელი მაგრამ ნუ ამას ძალიან მძაფრი რეაქცია მოყვა როგორც იცით ჩვენში და მე ვიცი ამ ხალხის პოზიცია რომ როგორც კი რაღაცა ისეთი პროცესები არ მიდის აი ამალთან ღირს შერიგება ეს არის ოკუპანტები კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგმული ანექს რა თქმა უნდა ეს არ არის რაღაცნაირად რო ვთქვათ ისეთი მოსასმენი იმიტომ რომ ყველას უნდა რომ თბილისიდან გაფრენდნენ და თბილისი სოხუმის რეისი შედგეს და ცოტა სხვაგვარი ურთიერთობებს ელოდებიან მაგრამ თქვენ რა გინდათ ლაპარაკი არ გინდათ ამ რუსებთან და ურთიერთობა არ გინდათ დიპლომატიური ურთიერთობა არ უნდა ადგესო და აბა ეხლა ვერ გავიგე თავისით არავინ არ მოვა შენთან გატეხილი სხვანაირად ვერ გამთლიანდება თუ არ დაელაპარაკე მე ძალიან კარგად მესმის ისიც რომ ამ დალაპარაკებასაც როგორც ჩანს თავისი დრო აქვს მე ხა ხელისუფლების დამცველი ნამდვილად არა ვარ ამ საკითხში პირიქით ვაკრიტიკებ ჩვენ ხელისუფლებას ხშირად რომ დროზე დაიწყოს დიალოგი მაგრამ ყველა არის მოლოდინში როდის შედგება შეხვედრა დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის
ბევრი რამ მაგ შეხვედრის შემდგომ გაირკვევა მეგობრებო, მათ შორის უკვე ჩვენი დამოკიდებულება რუსეთთანაც. იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ რომ ტრამპის პოზიცია ბევრ საკითხებში შეცვლილია. თვითონ იმ ინსტიტუციების მიმართაც, რომლებიც კარგად მოგეხსენებათ, ანგრევდნენ ჩვენ ქვეყანას ეს 30 წელია, ეს ფონდები, USAID, NEDI, IRA, ამერიკის საელჩო თვითონ და თქვენ ხედავთ რა, როგორი სიტუაცია ხა მაგალითად USAID-ს თვითონ შენობას დააძრეს, ისინი ასოებიც კი აღნიშნული USAID-ისა და შეფუთეს ეს შენობა, რომ რაღაცნაირად ისეთი გამაღიზიანებელი იყო ზოგიერთისათვის. ის სტრუქტურები, რომლებიც იყვნენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგი, თავად ამერიკამ დაიწყო მათ წინააღმდეგ მოქმედებები. ამიტომ აფხაზეთთან, ცხინვალთან ურთიერთობები ბევრწილად განისაზღვრება აი ამ შეხვედრების შემდგომ. მე არ გამორიცხავ, რომ ის პოზიციები, რომლებსაც ხელისუფლება ავლენს რუსეთის მიმართ, აი კონკრეტულად ის განცხადებაც, რომ მათ არ სურთ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, ესეც კი შეთანხმებული იყოს რუსეთთან. იმიტომ რომ რუსეთს აწყობს სტატუს quo ამ წუთას, რაც არის შენარჩუნებული. ანუ მეორე ფრონტი არ იხსნება, საქართველოსთან არანაირი პრობლემები არ იქნება რუსეთთან მიმართებით, ტვირთები შედის, გამოდის, რუსი ტურისტები შედიან, გამოდიან, ამ ქვეყნიდან მათ არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ. და ის რომ დიპლომატიური ურთიერთობები არ აღდგა და ამისკენ განცხადებები კეთდება, რომ ჩვენ არ ვდგამთ აკითხენ ნაბიჯს, ეს შესაძლოა ამ წუთას თავად რუსეთისთვისაც არ იყოს გამაღიზიანებელი, იმიტომ რომ შეიძლება აი იმ განცხადებას, რომ ჩვენ რაღაცა რუსეთთან უფრო ახლო ნაბიჯები გადავდგათ, მოყვეს ჩვენი ქვეყნის სრული სანქცირება, რაც შეიძლება არ შედიოდეს რუსეთის ინტერესებში. მერე შემდგომ ტვირთების შედინებასთან აისახება ეს. გარკვეულწილად პრობლემატური იქნება ჩვენ ქვეყნებს შორის უკვე ურთიერთობებიც და ანუ არის საკითხები, რომლებიც პრობლემას წარმოშობს რუსეთისთვის. ეხლა ბევრ რამეს ვერ ვიტყვი, როგორც ბევრი რამე არ იჭმევა, ისე ბევრი რამე არ ითქვევა. ანუ შეიძლება მაგ მომენტისათვის, აი როცა ეს ურთიერთობები ასე გამწვავდება, ანუ და ჩვენ დასანქცირებები და რაღაცა მივიღოთ ძალიან მძაფრი სურათი, შეიძლება ჩვენ ქვეყანასთან ერთად დაზარალდეს თავად რუსეთიც. და ამიტომ შეიძლება ესეც იყოს, რომ ამათ ამჯერად აწყობთ ეს ურთიერთობა, მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა ეს ურთიერთობები ასე არ გვაწყობს. ესეთი სტატუს quo დიდხანს არ შეიძლება გაგრძელდეს, იმიტომ რომ ჩვენ რა გვინდა ეს თქვენ კარგად იცით და ამაზე ჩვენ რო რუსულ-ქართული ურთიერთობების აღდგენაზე ვსაუბრობთ, ამას ვსაუბრობთ იმ ჭრილშიც, რომ კარგად მოგეხსენებათ რა მოყვება ამ ყველაფერს. ამას მოყვება ის, რომ დიპლომატიურ ურთიერთობების აღდგენას მოყვება აქ საწარმოების ფაბრიკების გახსნა, როგორც აი ბელორუსი არის, მოყვება დევნილების დაბრუნება, ურთიერთობების ნორმალიზაცია და შემდგომ ტერიტორიულ მთლიანობისკენ ნაბიჯების გადადგმა და ამ ურთიერთობების დალაგებისა და აღდგენის გარეშე ეს ვერ მოხდება. ანუ ეს სტატუს quo, რაც არის, ეს სტატუს quo არ წარმოშობს იმ შედეგს, რომელსაც ჩვენ ველოდებით. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამის მოლოდინი გვექნება ჩვენ აი ამ ამერიკა რუსეთის ურთიერთობის შემდგომ. ჩვენ ვართ სუბიექტი, კი არა ვართ საერთაშორისო ურთიერთობებში. ჩვენ ვართ ობიექტი. ჩვენზე საუბრობენ და ჩვენ არა ვართ ჩართული ამ საუბრებში. სამწუხაროდ ასეთი ხვედრია პატარა ქვეყნებისა. ეს კი არა, მე დარწმუნებული ვარ, დიდი ქვეყნების ხვედრიც არის, ზოგიერთი დიდი ქვეყნის, რომელიც განეიტრალებაც მოხდა. აი უკრაინა, რომელსაც მაგალითად ატომური ბომბი ჰქონდა, ატომური შეერაღება, მას ასე ვერავინ ვერ მოექცეოდა და ასე ვერ განვითარდებოდა პროცესი, რომ ქონოდა ის ატომური შეერაღება. მას ვერ ჩართავდნენ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. თქვენ კარგად იცით, ეხლა რაც ხდება, ეს არის ინიცირებული დასავლეთის მხრიდან. უკრაინა
ყველანაირად დაქოქეს, რომ წასულიყო რუსეთის წინააღმდეგ და რა მიიღო შედეგად ვნახეთ, ხო? და დღეს ბევრი ლაპარაკობს უკრაინაში იმის შესახებ, რომ აი ის შეთანხმება, რომელიც გახორციელდა, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, ამერიკის პრეზიდენტი იყო ჩართული, ჩინეთის, იქ რუსეთის და სხვაებიც იყვნენ, იაპონიის ლიდერი და რომლის თანახმადაც, ესე იგი, უზრუნველყოფილიყო უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა. 176 межконтинентальных баллистических ракет, больше 1000 ядерных зарядов к ним, 44 тяжелых бомбардировщика с ядерными крылатыми ракетами, а еще 2500 единиц тактического вооружения. На момент распада СССР Украина обладала третьим в мире ядерным потенциалом. После подписания Будапештского меморандума 5 декабря 1994 года вышла из взрывоопасного клуба, а вооружение было вывезено или уничтожено. За это США, Великобритания и Россия пообещали защищать целостность Украины. Украина გადააგდეს, მოატყუეს. და დღეს უკრაინა აი ტორტის ნაჭერივით გაჭრეს, მეგობრებო. და გადანაწილებული არის ეს უკრაინა უკვე, იმიტომ რომ როდესაც შეიძლება დიდი ქვეყანა ხარ, მაგრამ ხარ უკვე დასუსტებული. შენ უკვე ყველა გადაყლაპავს. იგივე ბედი ეწია სირიას. არა, ჩვენთან ამას იმიტომ ლაპარაკობ ამის შესახებ, რომ ბევრს გონია, რომ მარტო პატარა ქვეყნები არის ობიექტები საერთაშორისო ურთიერთობებში და არა სუბიექტები. ასეთი ობიექტი აღმოჩნდა სირიაც, ასეთი ობიექტი აღმოჩნდა უკრაინა, ასეთი ობიექტი აღმოჩნდა ერაყი, ლიბია და ეგვიპტე და ძალიან ბევრი ქვეყანა, რომლების ბედის გადაწყდა სხვაგვარად. და ჩვენ რა თქმა უნდა ახლა ესე რომ გულზე ხელი დავიკრიფო და მარტო აი ამას რომ ველოდოთ, არც ეს არის მართალი და მართებული, იმიტომ რომ კი ჩვენ ბევრს ბედს გადაწყვეტავენ იქ ოკეანის მიღმა და გინდაც მოსკოვში, მაგრამ ჩვენზეც არის ბევრი რამ დამოკიდებული, როგორ პოზიციას ავერჩევთ რუსებთან. ჩვენ აქ რუსებს კი არ უნდა ვაგინოთ და კი არ უნდა დავიწყოთ იმაზე საუბარი, რომ მივიღოთ ის სურათი, რაც მივიღეთ 2008-ში. არამედ უნდა გადავდგათ ნაბიჯები. კი, რა თქმა უნდა, ბევრწილად არ არის სასიამოვნო ის, რაც ვიხილეთ, მაგრამ აქ ერთი რამეც არის გასათვალისწინებელი. ჩვენ ვიცით, რომ არჩევნები ტარდება ახლა აფხაზეთში. და არძიმბა, როგორც მოგახსენეთ, ჩვენ ამაზე გქონდა გადაცემაში საუბარი, არის პროთურქული რაც გარკვეულწილად ძალის წარმომადგენელი, ანუ მას როგორც კულუარული ინფორმაციები ცხადყოფს, არის თურქეთის მიერ მხარდაჭერილი. მეორე კანდიდატი ბადრა გუნბა, რომელიც სარგებლობს რუსეთის მხარდამჭერით და სხვათა შორის ეს სოხუმის აეროპორტი რო გაიხსნა, ეს ბადრა გუნბა იქ იყო წარმოდგენილი და ძალიან აქტიურად საუბრობდა აი ამ პოზიტივზე. და ეხლა რუსეთს სურს, რომ აი ეს გარკვეული აეროპორტის მაგალითად გახსნა, იქ კიდე სამანტყოფოების გახსნაზეა საუბარი, დახმარებაზე, ეს მიაწეროს ამ გუნბას და ანუ ის კანდიდატი, რომელიც მისთვის არის სასურველი, გაიყვანოს აფხაზეთში პრეზიდენტად. ამას რა მოყვება ვნახავთ, ეხლა არჩევნები ჩაივლის, მაგრამ ერთი ფაქტია, რომ იმ არეულობების შემდგომ, რაც მოხდა აფხაზეთში, რუსეთს სურს, რომ რაღაც შეიცვალოს იქ და მისთვის სასურველი კანდიდატი მიიღოს. ნუ საქართველოს რა თქმა უნდა თავისი პოლიტიკა უნდა გაატაროს აფხაზეთთან მიმართებით. ჩვენ უნდა ყველანაირად ვეცადოთ, რომ გასაღები სოხუმში ძიებასთან ერთად ვეძიოთ მოსკოვში და ამას 1000-ჯერ საუბრობთ, იმიტომ რომ აფხაზეთის გასაღები და ცხინვალის გასაღები არც სოხუმში და არც ცხინვალში, ეს არის მოსკოვში. და რაც არ უნდა სამანტყოფოები გავაკეთოთ საზღვრისპირა რეგიონებთან, ეხლა რუხში გახსოვთ ალბათ გაკეთდა სამანტყოფო, ვერაფერს ვერ ვიზამ თუ კი ჩვენ ურთიერთობებს არ დავალაგებთ მოსკოვთან. და მე მგონი რომ აქეთკენ უნდა გადაიდგას ნაბიჯები და ჩვენ ეხლა იმითი რომ იქ ეხლა თვითმფრინავი მოსკოვიდან ჩაფრინდა და არა თბილისიდან, ამის გამო არ უნდა დავიწყოთ ისევ აი ეს პოლიტიკა რა სააკაშვილს ჰქონდა. იმიტომ რომ თუ არ დავიწყებთ დიალოგს, თუ არ გვექნება საუბარი, თუ არ გვექნება ინტენსიური მოლაპარაკებები, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ამ ნაბიჯს, რომელიც არის დაკავშირებული ტერიტორიულ მთლიანობასთან, ვერ გადავდგამთ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ვერ გადავდგამთ.
აი ამ საკითხებთან მიმართებით კი ბევრი რამ გაირკვევა, როგორც გითხარით. პირველი შეხვედრიდან არა, მაგრამ შემდგომი ინტენსივობით. ახლა პირველივე შეხვედრიდან ტრამპი პუტინის შეხვედრიდან ერთბაშად ეს არ გაირკვევა, ამას სჭირდება დრო და ამის მოლოდინშია ჩვენი ხელისუფლებაც. დღეს აი ამ შეხვედრას ელოდება არა მარტო ჩვენი ქვეყანა, არამედ სოფლიოს ბევრი ქვეყანა. სოფლიოს ძალიან ბევრი ქვეყანა ელოდება ამ ყველაფერს.